სამალიასაც მალონახო. შვიდობით. უკანასკნელად ხედავთ ერთმანეთს, მეგობრებო, უკანასკნელად. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ფრიდრიხ შილერის ყაჩაღები წარმოადგინეს. პიესის კითხვისას თუ სპექტაკლის ნახვისას უნებურად გვახსენდება ციტატა ეკლესიასტედან. რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი. ამის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ადამიანის ბუნება არასდროს იცვლება. საბა ასლამაზიშვილის თითქმის ყველა სპექტაკლი ამ მოსაზრების ილუსტრირებაა. არის რაღაცა ესე ხერო წარმოვიდგინოთ და რაღაცა ღერძი, ფესვი. ეს ფესვი არის ერთი. შეიძლება ტოტები სხვადასხვა პერიოდში ცხოვრების გადასხვაფერდეს, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ხან წითელი იყოს, ხან ყვითელი, მაგრამ გონია რომ თავარი და ფუძე ადამიანის არ იცვლება. საერთოდ ცოტა გამიკვირდა ამ შეკითხვით დაწყება, მაგრამ ჩემი განვლილი ცხოვრება ვამბობდი ამას, რომ ადამიანი არ იცვლება. შესაბამისად, როგორც ყალიბდება, ფუძე როგორიც არის, ისეთი რჩება. რა ვქნათ, ასეთი პესიმისტურია ჩემთვის სამყარო. ახალი არმია, ახალი მიზნები. ჩემს სულს ხო გამარჯვება წულია რა, ჩემს სულთქოს თავისუფლება. კაცის მკვლელობა, კაცაღობა. ამიერიდან მეთაური ვარ. მეთაურო. ასე გადაწყდა, მე თქვენი მეთაური. ჩემი ერთგულება და მორჩილება. ფიცო კარგი მეთაური. მოვინანიე და არ შემოვა. სანდრო ახმეტელის განსაკუთრებული სპექტაკლის შემდეგ პიესაზე არჩევანის გაკეთება სადადგმო ჯგუფისათვის ერთგვარი გამოწვევა იყო. იმის გათვალისწინებით რა ისტორიაც ამ სპექტაკლის გარშემო არსებობს, სანდრო ახმეტელის ისტორია, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, თანამედროვე კონტექსტი, სათქმელი, ბევრი რამე იყო, რაც უნდა გათვალისწინებულიყო და ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი რისკი იყო ამ პიესის აღება და ამ ფორმით მოწოდება მაყურებლისთვის. პრეს-რელიზში ვკითხულობთ, ყაჩაღები ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებიც სიმართლის ძიებაში კარგავენ საკუთარ თავს, მორალს, საკუთარ იდენტობას. მიდიან თვითლიკვიდაციამდე, მაგრამ მაინც იბრძვიან იმისთვის, რომ აღადგინონ სამართლიანობა დედამიწაზე და მთელ სამყაროში. ამ ბრძოლას სათავეში კარლ მოორი უდგება. პიესაზე რეჟისორმა მანანა ანთაძესთან ერთად იმუშავა. პიესა მაქსიმალურად შეკვეცილია. შემცირებულია პერსონაჟების რაოდენობაც. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, სცენურ ვერსიას გამოცლილი აქვს რომანტიკა და ის ფილოსოფია, რომელიც დღეს თანამედროვე საზოგადოებისთვის ძნელად აღსაქმელია ლიტერატურულ დონეზე. ეს ორი მნიშვნელოვანი რაღაც გამოეცალა და დარჩა თავიდან ბოლომდე ემოცია, თავიდან ბოლომდე მოქმედება და მინიმალური ტექსტი, რომელიც მხოლოდ ინფორმატიულია, იმიტომ რომ ამის უკან დგას ის ყველაფერი, რაც გავიარეთ. აქ ისე იყო დამონტაჟებული, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ მიყვებოდი დრამატურგიას, იმიტომ რომ იყო ამოჭრილი. გინდა არ გინდა, მაინც ვიხსენებთ შილერს და შილერის ლოგიკიდან ამ ჩვენ დამონტაჟებულში ვცხოვრობდით რა. ხო, ამაზე ალბათ ერთი თვე ლაპარაკი, რომ ძალიან პატარა, ძალიან მოკლეა, აზრს თუ გაიგებს მაყურებელი იქნებ რამე დავამატოთ. რაღაც კორექტირება შევიტანეთ და შემდეგ რაღაც სცენები ჩავამატეთ, მაგრამ ძალიან მიზერულად. ყოველთვის ალბათ რეჟისორის ლოგიკიდან გამომდინარე უნდა ჩართო შენი წარმოსახვაც რა. და გაყვე იმის ლოგიკას. შეიძლება რაღაცაში არ ემთხვეოდეთ, რაღაცა, მაგრამ მაინც ბოლოს გამოდის სპექტაკლი და გინდა არ გინდა რაღაც ერთი ორგანიზმის ნამუშევარია. მონუმენტურობიდან, რაც სანდრო ახმეტელს ჰქონდა, ეს ყველაფერი დაყვანილი არის უდიდეს ასოციაციებამდე და ეს ბეწვის ხიდი იყო ძალიან სერიოზული ბეწვის ხიდი, იმიტომ რომ ამ ზუსტი ასოციაციების პოვნა ძალიან რთული იყო.
როგორ მიყვარდა? როგორ მიყვარდა? არც ერთ შვილს თავისი მამა არ აპარებია. ოჯახური კონფლიქტი მთავარი გმირების ცხოვრებას სხვაგვარად წარმართავს. კარლ მოორი, რომელიც საყვარელ ქალთან ერთად ტყეთა ჭრდილში წმინდა სიხარულს ელოდა, ყაჩაღთა რაზმის მეთაური ხდება. მამის უარმა, ოღონდ მოტყუებულმა უარმა შეუტრიალა ყველაფერი, არა და პატიება თხოვა. იმისგან უარი მოდის და დაერღვა ყველაფერი, იმიტომ რომ გაზრდილი იყო სხვანაირად. მოდი ესე ვთქვათ, გვინახავს ეგეთი ოჯახები, სადაც ცუდად რო ვთქვათ, გათამამებული ოჯახის შვილები, ყველაფერი რო აქვთ და უცებ ერთი უარი და შეიძლება აატრიალოს ყველაფერი და გაიქცეს ჩვენთან ბოჰემიის ტყეში და ის რეალობაში არ ვიცით. ხო, მე უკვე ამ ქაოსურ ცხოვრებაში გზადაგზა ალბათ ბევრ შეცდომას უშვებ. და მე რა თქმა უნდა სინამდვილეში ვარდები რა. მიდის ეს კაცი კათარზისამდე რა თქმა უნდა. მაგრამ უკვე გვიან ხო? უსამართლობის წინააღმდეგ წამოწყებულმა ბრძოლამ ხასიათი შეიცვალა. ბოროტებას ბოროტებით დაუპირისპირდა. თავიდანვე ეგრეა კი. პირველივე ნაბიჯის დროს იცის, რომ არასწორი გზით მიდის. იცის, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა, ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან სახიფათოა. სახიფათო იმიტომ კი არ არის, რომ ტირანი უნდა დავამარცხოთ, ტირანი უნდა დამარცხდეს. სახიფათო იმიტოა, რომ ამ პროცესში საკუთარ თავს კარგავ, საკუთარ მორალს კარგავ. და უსამართლობის წინაშე როცა შედიხარ ბრძოლაში, იმდენად ბრუტალური ხდება, არ ვიცი, ეს ბრძოლა რომ შენს რაღაცა იმათ ემსგავსები. შილერმა ეგრე დაწერა და ჩვენ შილერის მიხედვით გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ხო ბოლოს არ ვიცი რა იდეის გამო წირავს თავის ყველაზე საყვარელ ადამიანს და მაგრამ მაინც ვერ იმარჯვებს ამ შემთხვევაში, ხო? მაგრამ უკან არ დაიხია, იმიტომ რომ რაც ყველაფერი განადგურდა. ყველაფერი განადგურდა. ჩემი ოცნება იყო. მე ცხოვრა როგორც ისე. და მომკვდარიყავი როგორც კვდება მზე. არ სამართლიანი კაცი გულის სიღრმეში სუფთაა, მაგრამ ნუ ყველა ადამიანი ბუშვებს შეცდომებს და ღრმად შეტოპა ამ შეცდომებში და უკან დახევა უჭირს და წინ მიდის და უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს. თუ უფრო და უფრო ხო რა. და ისე ბავშვად ვიქცე. და ისე ბავშვად ვიქცე. არა, სამყარო მშვენიერია. დედამიწა სიყვარული. ხო, სხვების შეცდომებით ამაზე შეიწმინდეს ხელები გინდა არ გინდა. თუ ეს მეთაურია, სხვების შეცდომები ავტომატურად ამის შეცდომები. და ამიტომ ხო, თუ ეს რაღაცა გუნდია, რა თქმა უნდა მეთაურზე წდება ჯოხი შეგვიძლია ვთქვათ და ამიტომ ხო ეგ სცენა მაგაზია და უნდა რომ გაეცალოს. ხშირადაა რომ გაცლა უნდა, მაგრამ ვერ ეცლება. რაღაცნაირი მიჯაჭულობა აქვს უკვე და ვეღარ მიდის რა. შეტოპა და ვეღარ მიდის. ეს ჭაობია რა. ჭაობში რომ ჩადიხარ და ვეღარ ამოდიხარ და უფრო და რაც უფრო ფაფხურობ, უფრო ქვემოთ გითხრევს და ალბათ აი ეგ არის ზუსტად კარლ მოორის ხაზი. შეგვიძლია ვთქვათ კი. ის ჩვენი მეთაურია. ყაჩაღთა გუნდში ბზარი გაჩნდა. მეთაურობის ამბიცია სხვასაც გაუჩნდა და თანამებრძოლებს ცვლილებებისკენ მოუწოდა. თქვენ სიცოცხლეს იმიტომ წირავ, იმიტომ ვიტანთ გაჭირვებას, რომ მისი მონებილიო. მე ეს არ მეწონს. ის ჩვენი მეთაური. მე რა ცვლილებების
ყველა კითხვას აქვს ორი პასუხი, ერთი არასწორია, მეორე ჩემი ყოველთვის სწორია ეს. გმირიდან გამომდინარე წავედი კი. მას მიეცა ძალა უცბად იმისი, რითიც შეუძლია რომ სიტყვაზე რაიონი თუ გავწყვიტე, მე შემიძლია ქვეყანაც ავიღო. სადღაც მისია ეს ამბიციაა, როდესაც თან მიზანი მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ვამართლებ იმ თვალსაზრისით, რომ გმირს გულისხმობ. თუ ჩვენ გვინდა რომ აი ჩვენი ქვეყანა დადებითების მხარეს წავიყვანოთ, მაშინ ეს უნდა ვქნათ. როდესაც ადამიანს კლავ მისი შთამომავალიც უნდა მოკლა, იმიტომ რომ ის გააკეთებს სისხლს აიღებს რა მამას, როცა მოუკლავ შვილებიც უნდა მოკლა. იმიტომ რომ მისი გაზრდილია და ის დაგიბრუნდება. გმირი ეგ არის. ყველანაირი ბარიერი რაც მას შეხვდება, შეუძლია რომ მე დაუსჯიფარისებს. მე ვანანებ დიდგვაროვნებს. მე გავშვი დიდგვაროვნებს. მათ შვილებს, დედებს, ქალებს, კაცებს, ზაღლებს, მე დავარბევ ეკლესიებს, მე დაგიჭირთ ყველას, მე გიყიდი. რამდენად მართალია, არ ვიცი ჩვენ რო გქონდეს სულ ეს რო გქონდეს, რომ ხედავდეთ ის გმირი, არა პირდაპირ მნიშვნელობით, რომ რისი მომტანი არის ეს. მოკლათ არა რა შეგვიძლია გავწიოთ რა. და ის გმირი ავირჩიოთ. თუმცა აქ ვერ ხედავ რა. აი, ჩემი გმირიდან გამომდინარე, იმ პრინცს ვერ ხედავ იმ კაცად. მიუხედავად იმისა, რომ როგორც კი დაძაბული მომენტი ხდება, მასში ჩანს დიდგვაროვნება, რომ ალყა დაგვარწყეს და რა ვქნათ, უშტვინეთ. ყველა მხარეს თითქოს ბევრი ვართ. ამას ვერ მოიფიქრებდა ის. რო ყოფილიყო იმ მომენტში და აქედან გამომდინარე არის ალბათ, რომ პირველივე ეგდება რა. ინტიანას! თუ შედარებას გავაკეთებთ, აი პატარა ტალღა იყო იქ, რომ უცბად დარწმუნდა, რომ სკამი მიიღო და მას უკვე გადაეკეტა. აი პატარ-პატარა მინიშნებებით გვაქვს და ცოტა ვჩქარობთ, არ ვიცი რამდენად ესე გადმოდის მაყურებლამდე რა, ჩქარ ვაკეთებთ ამას, მაგრამ მე მგონი თვითონ დროიდან გამომდინარე, იმ დონეზე ასწრაფებულია ყველაფერი, რომ არ გვჭირდება ხოლმე ბევრჯერ გამეორება რაღაც სიტყვების, იმიტომ რომ თვითონ ფრაზებით უკვე ხვდები დიდი წარსული გავიარეთ თვითონ ქვეყანამ. რაღაცა ცოტა უფრო განვითარდით 30 წლის ადამიანს, სადღაც ნორმალური ევროპელისთვის 55 წლის გამოცდილება მაინც გაქვს. იმიტომ რომ ბევრი უბედურება თუ გაჭირვება თუ ხინი ვნახეთ და ასე შემდეგ. ესეთი პარალელი რო გავავლო, მაქეთ წავალ ალბათ რა, თორე გმირების რა გითხრათ რა. ჩემი გვარი, ჩემი სახელი. გახსოვს, როგორ იქცეოდა ალექსანდრე მაკედონელის და სხვა წარმართების სიტყვებს სიამოვნებით კითხულობდა, ერთხელაც არ გადაუშლია ბიბლია. შეგვარცხეს მეთქი გეუბნებოდი. ფრანც მოორი პიესის მთავარი პერსონაჟია. ის ხლართავს ინტრიგებს და წარმართავს მოვლენათა საბედისწერო მსვლელობას. ბოროტებას ბოროტებაზე თესავს. თუმცა მიუხედავად ამისა, შაკო მირიანაშვილი ახერხებს მაყურებელს თანაგრძნობა გაუჩინოს თავისი პერსონაჟის მიმართ. ხო, იცით, როცა იმას აპარტეზეთ გახარდა მაყურებელს ელაპარაკები, იქ აი არ უნდა დატოვო, რომ მე შენ რაღაცას გეთამაშები. იქ პირიქით ძალიან თანა ერთად უნდა იყოთ მოკლედ ამ საქმეში რა. ეს მნიშვნელოვანია მგონი, იმიტომ რომ არ მოხდეს რაღაც, ანუ ამ გეგმის გულწრფელი თანამონაწილე უნდა გახდეს ხალხი მგონი და ალბათ მაგას ვცდილობდი ისე მიფიქრია მაგაზე, რომ ძალიან გახსნილად ველაპარაკო, რას გეგმავდა, როგორ და რატომ. ფრანცი უცნაური პერსონაჟია.
ძალიან. იმიტომ რომ მე ფრანცში და განსაკუთრებით ჩაკოში დავინახე სიბოროტის გულწრფელობა. თუ ამას სიბოროტე შეიძლება დაერქოს, ის უზომოდ გულწრფელია და ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები აქვს სამყაროსთან. რომ რატომ, რის გამო უნდა იყოს ის უარყოფილი, უნდა იყოს ის დაჩაგრული, უნდა იყოს ის რაღაცა ძალადობის მსხვერპლი, რატომ? უფლება არ მაქვს სამყაროს საყვით. რატო? რატო პირველი არ გამოვკვირი გესახება? რატო? რატო მე არ ვაწყობილი ფიფასისული? რატო? საერთოდ ეგ საკითხი მგონია რომ საერთოდ ამ გმირის აი მთავარი წერტილი რაზეც დგას ეგ არის რომ აი რატო ხდება საერთოდ რომ ვიღაცას ექცევი უფრო პატივისცემით ვიღაცას არ ექცევი ეგრე აი რატო არის რომ ვიღაცას იპატიება რაღაცები აი როგორც ძმას რო გადაწვას ქალაქები და ისა და ვიღაცას შეიძლება პატარა ცოდვა არაპატიო ეს პატარა მახინჯი ადამიანის ტრაგიკული ბედი რაშია, აი რატო ხდება ეგრე, რომ ვიღაცას რაღაცებს პატიობთ, ვიღაცებს არ პატიობთ. ყველაფერს მამა რამდენჯერ უნატრია შენი ახალი სიკვდილი და შენ აპოლოგის მასზე ისევ შევიდა და ხიდი პასუხე. დიახ! არა! მაინც შვილია! საყვარელი ძვირფასი შვილი შენ თვითონ აკანონებ მის გაყონებას. ხო, ყველაფერი ჩემი ბრალია. მამა, სულ ცოტა ხნით. ამის ჭიჭკნა მიგონია რა, ეს პატარა ადამიანი, პატარა მახინჯმა, არა მარტო ფიზიკურად, თუმცა ეგეც, მაგრამ აი მახინჯი ადამიანის ტრაგედია რომ რატო მე, აი რატო არ მეკუთვნის მე? რატო? ხო ამაზე ხო არავინ პასუხს მას არ ცემს, просто ექცევიან ეგრე. და აი ჩვენ რატო ექცევით ვიღაცას, აი ვიღაცა რატო არის ეგეთი და ვიღაცა რატო არის კაი ტიპი. აი რატო? ხო? აი ხანდახან არასამართლიანია ეგ საკითხი. შენია. ყველა შენ ემოციურად რომ მივდექი. აქ ძალიან მინდოდა რომ ამ კაცს ეს ერთადერთი ნაწილია, რომელიც სხვათა შორის ყოველთვის მეჭიდავება და ყოველთვის ძალდატანებით მიწევს ამ ნაწილის თამაში, იმიტომ რომ ყოველთვის რატომღაც ტვინით ესე მინდა რომ ამ კაცმა აქ იტიროს და ეხა განიცადოს ის ჩადენილი რაც გააკეთა და იტიროს ასევე ის რას უპირებს ის თავის ხალხს და თავის ქვეყანას. აი აქ თან ვცდილობ რომ ეს ყველაფერი გაიაზროს და დაიტიროს და ამიტომ ეგ სცენა ყველაზე რთულია ხოლმე ჩემთვის. მე კი თქვენს ხორცში დეზებს ჩავარჯო და გაგამატა. ალბათ ადამიანი ყველა თავიდან გამომდინარე იღებს და თავის ბავშვობიდან მერე გადაწყვეტილებებს სხვას როგორ მოექცეს. იქიდან გამომდინარე რომ ამას აკლდა ჩვენ როგორც დავხატეთ და ალბათ ეგრეა სითბო, ყურადღება, პირიქით სულ აი როგორც პირველი სცენა როგორც იწყება სილას თითქოს მიჩვეულია ისე ურტყავენ არაფერი განსაკუთრებული და ის ამისგან შედგა ის კაცი როგორიც არის და რაც გამოუვიდა ეხლა რაც გააკეთა ალბათ ამას ფიქრობს რომ ქვეყანაც როგორც ესეთი რაღაცა ესეთი მკაცრი და ჯალათური არ ვიცი ალბათ ასეთი იქნება ჩემი ქვეყანა. ფრანცი, რომელიც ინტელექტუალია, რომელიც საინტერესოდ ფიქრობს სამყაროზე, რომელსაც სურს, რომ წიგნიერად, განათლებით
წარიმართოს ქვეყანა და მისი ცხოვრება, უცბად ეს ადამიანი ხდება ყველაზე დიდი კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ რაღაც გარკვეულ წრეს ეკუთვნის, ან იმის გამო, რომ რაღაცა ფიზიკურად არასრულფასოვანია და ძალიან რთული იყო ეგ. მაგრამ მაგაზე ლაპარაკი შინაგანად ალბათ ყველაზე მეტად მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი უსამართლობა სწორედ ეგ არის. იმიტომ რომ ფრანს ძალიან დიდი სიმართლე აქვს, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ამალიაც მისი იყოს და ქვეყანასაც მართავდეს. ის წესრიგს იცავს. მაგრამ საზოგადოებას, მამას მიიყავს იმ მდგომარეობამდე, რომ დიდი სიბოროტე მოახდინოს და ეს სიბოროტე მისიდან არ არის გამომდინარე. საზოგადოების შექმნილია. საფლავებიდან სულებით გემია! ეძახია! ვაკუარა! მოღალატე! ყოლელო! ატიტაიკოსე! ილოცე! ილოცე ჩემ! Ойлаш. Ахмари. Ойлаш, что-то. ვის მიმართავთ? ხალხს, მაყურებელს, ვინც მიყურებს. ხალხს, ვინც ხანდახან გაიძულებს, რომ რაღაც გააკეთო, ხანდახან და ისევ იგივე ხალხი მერე არის შენი მსაჯულიც და ვის გამოც ხდება ეს ყველაფერი თუ რაღაც. რაღაცა მაგას ვდებ ჩემთვის. ეს თანაგანცდა გიჩნდება ამ გმირთან, იმიტომ რომ რეალურად მას ეს არ უნდოდა. უბრალოდ აიძულეს, რომ მოეკლა მამა, ამალიას მოქცეოდა ისე როგორც მოექცა და ძმასაც ისე მოქცეოდა როგორც მოექცა, აიძულეს და შესაბამისად თქვენშიც, ჩემშიც და მაყურებელშიც ეს გმირი ყველაზე დიდ თანაგანცდას იწვევს, რაც არ უნდა უცნაური იყოს და თავს რო იკლავს. ძალიან გული მწყდება, რომ რატო? ხო, ამალიას გმირი კიდე ცალკე მსჯელობის თემაა და ერთი ქალი ამ ხელა ტექსტში თავისთავად ძალიან რომანტიული იყო უკვე მოცემულობა. და ვფიქრობ, რომ ანუკამ ამ ყველაფერს ძალიან კარგად გაართვა თავი, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როცა ერთი ქალი ხარ, 8 კაცი და ფაქტობრივად ამბავი დგას შენზე, იმიტომ რომ ერთი არა ჩანს წინიდან, მაგრამ მეორეა უკან რა მიმდინარეობს თვითონ დრამატურგიაში. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სუფთა გმირი ალბათ ამალია არის ამ პიესაში, რომელიც ეწირება ამ ყველაფერს და სიყვარულის გამო, რა ვიცი, მე ესე მგონია, რომ სიყვარულის გამო უყვარს კაცი, რომელიც მე მგონია ჩემი გადმოსახედიდან, რომ ამ სიყვარულს არ იმსახურებს, მაგრამ უყვარს. და ესე ხდება ხოლმე ზერთადად, რომ ქალები ირჩევენ ისეთ მამაკაცებს, რომლებიც წესით არ უნდა ვირჩიოთ. გახსოვს საკრამდე ჯერ ვდგარვართ. მე კი შენს კერძზე ვიყავი მიღწეული და შენი ტუჩების სახეს მიკოცნიდა. ეხლა სადა? ახლა? ახლა არ ვიცი. სიღმაში, სიტყვაში, თვალში, გარბუქში. ამალია სიყვარული, მუდამ შენთან ამგზავრდა. გიორგი უსტიაშვილის სცენოგრაფია მინიმალისტურია.
შავი ფერის სცენა ცარიელია და მსახიობებს დიდ სივრცეს utოვებს სამოქმედოდ. ეგეც ძალიან რთული იყო თავიდან, რომ არანაირი რეკვიზიტი თითქმის სცენაზეც არაფერი არ არის, მოშიშვლებული სცენა არის და სულ იყო იმაზე მსჯელობა, რომ ეს დეკორაცია მაინც შემოვიდეს ცოტა ადრე. მაგრამ არა, რეჟისორმა იცოდა ზუსტად რა მომენტში უნდა შემოსულიყო და როგორ და რთული თავიდან გვეგონა რომ იქნებოდა, მაგრამ ეხლა ამ გადმოსახედა რაღაც ყველაფერი მარტივად მეჩვენა, არ იყო. არა, რაღაც მგონია რომ არც იყო ზედმეტი არაფერი საჭირო. მხატვარმა ძალიან კარგად იმუშავა. შვენივრად, მეტი სივრცეა. შვენივრად. აი თქვენ ამ ფილოსოფიად პრობლემა არანაირი არ მაქვს. ანუ აიქ არც მიჯაჭულობას არ განვიცდი ხოლმე საერთოდ რაღაც ნივთებთან და იმებთან რა სივრცეც არის მოცემული არის. არ არის აუცილებელი დამაჯერებლობისთვის რაღაცები იქ იყოს. სხვა საშუალებაც არსებობს. დავამარცხო შენი სიამაყე. თვითონ მხატვარმა გაანათა სპექტაკლი და ესე უნდოდა, ზუსტად იცოდა იმანაც რა უნდოდა, არ უნდოდა ეს გადანათებული სცენა, უნდოდა რომ კონკრეტულად აი რაღაც დეტალები გამოჩნილიყო, ის რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც ესე უკეთესი იყო, როგორც გამოვიდა. კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფია სპექტაკლის ორგანული ნაწილია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამალიასა და კარლის ბოლო სცენა. უტყმიმო დრამაში ერთდროულად იკითხება სიყვარული, უნება და ბედისწერის გარდაუვალობა. ჩემი პედაგოგი იყო ბატონი კოტე და ამიტომ არ გამიჭირდა მასთან ურთიერთობა. რაღაც თავიდან რომ შემოვიდა, თითქოს ყველაფერი ამოაყირავა და ცოტა შეშინებულები ვიყავით, მაგრამ მე ნელ-ნელა მივხვდით, რომ სწორ გზაზე ვიტექით და ეს საფინალო სცენა რაღაც თავისით მოხდა. გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა ბუნებრივად, საითაც წამიღებს ჩემი პარტნიორი, იქით მივდივარ. ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ გიორგი უსტიაშვილის სცენოგრაფი, კონსტანტინე ეჭიბაშვილი კომპოზიტორი და ბატონი კოტე ფურცელაძე ქორეოგრაფი არიან ჩემს გვერდით. ეს მართლა მგონია, რომ საოცნებო გუნდია. თავისი საქმით ძალიან მნიშვნელოვან ამბებს ამბობენ. და ეს სპექტაკლი, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ბევრჯერ გვიმუშავია, რაღაცნაირად ყველაზე დიდი ფოიერვერკი აღმოჩნდა, იმიტომ რომ დავიცალეთ ტექსტისგან და უნდა შეევსო ეს ყველაფერი საბას, კოტეს და გიორგის. აი ეს შევსება ძალიან რთული აღმოჩნდა და ამ პროცესში ყველაზე რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად გვიწევდა, რომ ყველაფერი ყოფილიყო მოქმედების ენაზე მოთხრობილი მაყურებლისთვის. პიესის ფინალში ამალიას მკვლელობით განადგურებული კარლ მოორი უარს ამბობს ყაჩაღების მეთაურობაზე. საბა ასლამაზიშვილი მაყურებელს განსხვავებულ დასასრულს თავაზობს. ზღაპრული ფინალია. ჩვენი კარლ მოორი სხვანაირია, ეს ცოტა სხვა რაღაცეებს ეძებს. ამალიას მოკლა ეს გამოსავალია იმის
იმისთვის რომ სისტემას თავი დააღწიო, მაგრამ აი ფაქტის წინაშე რომ დადგები, უდიდეს ისტერიკაში ვარდები, რაც კარლს ემართება. არ იცი რა გააკეთო და ამიტომ მკვდარი ადამიანის გაცოცხლებას ვცდილობ. რომ ვერ ხვდები სხვანაირად როგორ უნდა იცხოვრო და როცა ხვდები იმას რომ ვეღარ აცოცხლებ, მე რეძებ გზას. და ჩემთვის ფინალი პესიმისტური კი არ არის. არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ ოპტიმისტურია. იმიტომ რომ გზის ძებნა დაიწყო. ანუ როგორც იქნა, გადააბიჭა ყველაფერს და დაიწყო ძიება იმის თუ რა შეიძლება იყოს სადღაც ოდესმე მართალი. თუმცა მგონია რომ ამ სპექტაკლს პროცესში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები ელოდება, იმიტომ რომ ყოველი სპექტაკლის მერე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვები გაჩნდება და პასუხები მათ სცენაზე უნდა ეძებონ, იმიტომ რომ რეალურად პასუხები არც ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ ჩვენ გვინდოდა მთელი ძალით ამის გაკეთება, მთელი გულით და შევერთდით და გავაკეთეთ და ეს ნდობა მგონია რომ მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს, ასე რომ წარმატებები პირველ რიგში მათ და ამ სპექტაკლს ინდირანოს სიკვდილიან თავისუფლება.